AIG, დავით ბეჟუაშვილის განათლების ფონდი და ბიზნეს მედია საქართველოს წარმოგიდგენთ. რას ვიყვება დრო? მსოფლიო ვეღარასდროს იქნება ისეთი, როგორიც აქამდე იყო. ამ სიტყვებს არაერთხელ მოისმენთ თანამედროვე სამყაროში, სხვადასხვა კონტექსტსა და მოცემულობაში, თუმცა 21 საუკუნის ისტორიაში ყველაზე ცხადად ამ სიტყვების ზუსტ მნიშვნელობას 2001 წლის 11 სექტემბერი და ის 159 წუთი აღწერს, რომელმაც მსოფლიო მართლა შეცვალა. ზუსტად 24 წლის წინ 4 ავიალაინერი, რომლებიც ტერორისტებმა გაიტაცეს ნიუ-იორკის 2 სათამბჯენს და ვაშინგტონში პენტაგონის შენობას დაეჯახა. ტერაქტის შედეგად 2996 ადამიანი დაიღუპა, ათასობით კი დაშავდა. წამებში განადგურდა მსოფლიო სავაჭრო ცენტრის ტყუპი შენობები. იმდროინდელი არქიტექტურული გიგანტები, რომელთან ერთადაც ნანგრევებად იქცა მსოფლიოს პოლიტიკური და ეკონომიკური წესრიგის ილუზიაც. ტერაქტის დღესვე ამერიკის საფონდო ბირჟები დაიხურა, მთელი 5 დღის მანძილზე. ეს იყო ყველაზე ხანგრძლივი პაუზა 1933 წლის შემდეგ, მაშინ როცა ქვეყანა დიდ დეპრესიაში იყო. სავაჭრო პროცესის განახლების კვალდაკვალ რიცხვების სასიკეთოს ვერაფერს ასახავდა. დოუ ჯონსის ინდექსმა ბირჟების გახსნის დღესვე 7,1%-იანი ვარდნა აჩვენა. კვირის ბოლოს დანაკარგი 14%-ს აღწევდა. ანალოგიური მოცემულობა გავრცელდა სხვა ინდექსებთან მიმართებითაც. ნასდაკმა ერთ კვირაში 16% დაკარგა. S&P 500-მა კი 11,6%. მთლიანობაში გახსნიდან პირველივე კვირაში ამერიკული საფონდო ბაზრებიდან $1,400 მილიარდი გაქრა ისე, თითქოს არც არასდროს ყოფილა. ინდუსტრიებს შორის ყველაზე მძიმე დარტყმა ავია და სადაზღვევო კომპანიებმა მიიღეს. ზარალი კონკრეტულად ავიაციის სექტორში $20 მილიარდ აღემატებოდა. შექმნილ რეალობაზე საპასუხოდ ამერიკის მთავრობამ ავიაკომპანიებისთვის $15 მილიარდი დაფინანსება გამოყო, რათა მოსალოდნელი კოლაფსისგან გადაერჩინა. სადაზღვევო სექტორმა ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე დიდი ერთჯერადი ზარალი განიცადა, დაახლოებით $40 მილიარდი. საერთო ჯამში დაზიანებული ინფრასტრუქტურა, დანგრეული შენობები, გაჩერებული ბიზნესები, სამუშაო ძალის დანაკარგი და ტერაქტის თანდევი შედეგები ყველა მიმართულებით დაახლოებით $100 მილიარდი ზარალად შეფასდა. ამერიკის ეკონომიკამ 2001 წელი 0,5%-იანი რეცესიით დახურა, მაშინ როცა წინა წლებში სტაბილურ 3-4%-იან ზრდას აჩვენებდა. ტერაქტმა წარმოშვა უსაფრთხოების სრულიად ახალი ეპოქა. გაიზარდა მოთხოვნა ბიომეტრიულ სისტემებზე, სკანერებზე, კამერებზე, პროგრამულ უზრუნველყოფაზე. მხოლოდ ავიაციის უსაფრთხოებაზე ყოველწლიური ხარჯები ამერიკაში $20 მილიარდ აჭარბებს. გლობალურად კი უსაფრთხოების ტექნოლოგიების ბაზარი $1 ტრილიონ უახლოვდება. ფაქტობრივად შეიქმნა ახალი ეკონომიკური სექტორი. აუცილებლად უნდა ვახსენოთ გრძელვადიანი სტრუქტურული ხარჯების აუცილებლობაც. 11 სექტემბრის შემდეგ ამერიკამ წამოიწყო ტერორიზმთან გლობალური ომი, რამაც სამხედრო ბიუჯეტი ასტრონომიულ მასშტაბებამდე გაზარდა. მხოლოდ ავღანეთსა და ერაყში ომებზე ქვეყანამ $2 ტრილიონ მეტი დახარჯა. 11 სექტემბრის შემდეგ ასევე მკვეთრად დაიძაბა ენერგეტიკული ბაზრები. ნავთობის ფასი თავდაპირველად დაეცა, რადგან ეკონომიკური რეცესიის შიში გაჩნდა, მაგრამ მალევე დაიწყო ზრდა ახლო აღმოსავლეთში გაღრმავებული კონფლიქტებისა და ომების გამო. თუ 2001 წლის ბოლოს ბარელი ნავთობი დაახლოებით $20 ღირდა, 2008 წლისთვის უკვე $140-მდე ავიდა. ეს არ იყო მხოლოდ ბაზრის მერყეობა, ეს იყო პირდაპირი შედეგი იმის, რომ ამერიკამ და მოკავშირეებმა სამხედრო კამპანიები ნავთობით მდიდარ რეგიონებში წამოიწყეს. ამერიკის თანამედროვე ისტორიაში ყველაზე ტრაგიკულმა დღემ არანაკლები გავლენა იქონია გლობალურ ვაჭრობაზეც. 2001 წლის შემდეგ საზღვაო და საჰაერო გადაზიდვები ბევრად გართულდა. კონტროლისა და დოკუმენტაციის ახალი სტანდარტები საერთაშორისო ვაჭრობას ანელებდა და ხარჯებს ზრდიდა. ამას ემატებოდა სავიზო რეგულაციების გამკაცრება, რამაც ადამიანური კაპიტალის მიმოცვლად შეაფერხა. გლობალიზაცია თითქოს გაჩერდა. უბრალოდ სულ სხვა რელსებზე გადავიდა. ეკონომიკამ უფრო თავდაცვითი ხასიათი მიიღო. შეიცვალა ასევე მსოფლიო ბაზრების ფსიქოლოგია. ტერაქტის შემდეგ ინვესტორებმა დაიწყეს რისკების სხვაგვარად შეფასება. საფონდო ინდექსების ვარდნა მხოლოდ დროებითი იყო, მაგრამ გრძელვადიან პერსპექტივაში გაიზარდა ისეთი უსაფრთხო აქტივების მიმართ ინტერესი, როგორიცაა ოქრო, სახელმწიფო ობლიგაციების სტაბილური ვალუტები. ეს ტენდენცია დღემდე გრძელდება. გლობალურ საფინანსო სისტემაში უსაფრთხოება ისეთივე მნიშვნელოვანი გახდა, როგორც მოგების პოტენციალი. დღეს თითქმის მეოთხედი საუკუნის შემდეგ ცხადზე უცხადესია. 11 სექტემბერი არ იყო მხოლოდ ამერიკული ტრაგედია. ეს იყო გლობალური
გლობალური მოვლენა, რომელმაც შეცვალა ენერგეტიკული ბაზრები, ფინანსური სისტემები, საერთაშორისო პოლიტიკა და სახელმწიფოსა და მოქალაქის ურთიერთობის საზღვრებიც კი. მან კაცობრიობას აჩვენა, რომ გლობალიზაცია მხოლოდ ეკონომიკური გაერთიანება არ არის. ის საერთო საფრთხეების, რისკების, ტრაგედიებისა თუ შესაძლებლობების გაზიარებაც არის. სწორედ ამ ერთიანი და თავისუფალი სამყაროს იდეას გამოხატავს ერთი მსოფლიო სავაჭრო ცენტრი, რომელიც ტყუპით სათამბჯენების ადგილას აჩენდა. პროექტის ხელმძღვანელი იყო ლარი სილვერსტეინი, რომელსაც თავდაპირველად თავად ტყუპით სათამბჯენები ჰქონდა იჯარით აღებული ტერაქტამდე სულ რამდენიმე კვირით ადრე. არქიტექტორი დევიდ ჩაილდსი იყო, ხოლო სამშენებლო პროცესში ასობით კომპანია მონაწილეობდა. მშენებლობის ბიუჯეტი დაახლოებით $4 მილიარდ აღწევდა. სავაჭრო ცენტრშივე გაიხსნა 911 მემორიალი და მუზეუმი, რომელიც არა მხოლოდ დაღუპულთა ხსოვნისთვის არის, არამედ ტრაგედიის ეკონომიკური და პოლიტიკური შედეგების გამოფენაცაა. აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ შენობის სიმაღლეც, რომელიც სიმბოლურად 1776 ფუტია, ამერიკის დამოუკიდებლობის დეკლარაციის მიღების თარიღთან შესაბამისად. ცხადია, ეს პოლიტიკური განაცხადიც არის. ოკეანის მიღმა, ეს ქვეყანა უმძიმესი ტრაგედიის შემდეგ და მიუხედავად ყველა სხვა ქვეყანას შორის ძალაუფლების კვლავაც უპირობო სიმბოლოა.